მოგესალმებით, გისურვებთ ბედნიერ დღეს, წარმატებულ კვირას და დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი თემა უნდა განვიხილოთ, ეს არის ნივთები, რომელსაც აქვს განსაკუთრებული გავლენა ჩვენზე. მოდით აღვნიშნოთ საჩუქრების თვალსაზრისით, რისი ჩუქება შეიძლება და რისი ჩუქება არ შეიძლება, რატომ არ შეიძლება და როგორ მოვიქცეთ თუ ესა თუ ის ნივთები გვაჩუქეს, რა თქმა უნდა, რაღაც კონკრეტულ რაოდენობა ნივთებისა შევეხებით, დღეს ყველას ვერ ამოვწურავთ და პირველი ყველაზე ისე თქვათ გავრცელებულია არის საათის ჩუქება, არსებობს ამის შესახებ თქმულება, რომ არ შეიძლება რომ ვიღაცამ საათი გაჩუქოს, ან პირიქით შენ გააჩუქო შენი საათი. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნამდვილად მითი არ არის, ძალიან ძლიერი ენერგეტიკული გავლენა აქვს თვითონ საათს, დროს და ამ შემთხვევაში იმ ადამიანს, ვისაც აქვს ესეთი უფლება, რომ საათი გაჩუქოს, შეიძლება შენი დროის განკარგვა დაიწყოს თუ განსაკუთრებული манипуляციები ეზოთერიული ჩაატარა ამ საათზე. ამიტომაც ყოველთვის, როცა ჩვენ საათს ჩუქნიან, უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გამოსყიდვა, რომ თავი დავიცვათ, დაზღვეულები ვიყოთ. ნებისმიერი რაოდენობის ხურდა შეგვიძლია ავიღოთ, მივცეთ ამ ადამიანს, ან რამე სხვა საჩუქარი გავუკეთოთ, გავუცვალოთ და ამ შემთხვევაში არ დაგვრჩეს მისი ენერგია. გვაჩუქა საათი, ჩვენ გამოდის, რომ ვიყიდეთ ეს საათი კონკრეტული ხურდით, 10 თეთრით, 20 თეთრით და ასე შემდეგ. ოღონდ ეს ყველაფერი უნდა იყოს გაჟღერებული, შეთანხმებული და არ უნდა მოხდეს, თქვათ, გულში ამ ყველაფრის თქმა უნდა გაჟღერდეს, რომ მე ამ საათს შენგან ვყიდულობ 20 თეთრად. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით დაზღვეულები. რაც შეეხება, არ შეიძლება წინაპრების საათის ტარება მაჯაზე, ხელზე. ეს არის საგვარეულო დანატოვარი საათები, რომელიც არის ხო ამ შემთხვევაში და განსაკუთრებით ისეთი, რომელიც გარდაცულ ადამიანს ხშირად უყვარდა, იკეთებდა და ატარებდა. ასეთი მიმართულებით არაფრით არ შეიძლება რომ ეს საათი ვატაროთ ხშირად, შეიძლება განსაკუთრებულ დღეებში ერთხელ ამ ყველაფერს ზიანი არ მოყვება. ძირითად შემთხვევაში ეს უნდა იყოს შენახული. მეორე ესეთი სიმბოლო ამ შემთხვევაში არის გარდაცვლილი ადამიანის ნივთების გაჩუქება და შესაბამისად განაწილების შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს. არ შეიძლება ნივთების გაჩუქება ისეთი, რომელსაც მიცვალებულისთვის იყო თილისმა, ამულეტი, ან ამ შემთხვევაში რაღაც მნიშვნელოვან რელიგიურ მიმართულებას ატარებდა, როგორიც არის თუნდაც პატარა ხის ჯვარი, ან ის თილისმები, ამულეტები, რომელიც მისთვის იყო დამზადებული, რასაც ხშირად იხმარობდა. ყველაფერი ის, რაც მისთვის, ასე ვთქვათ, როგორც ქონება, როგორც ოჯახის, ვთქვათ, ოქროს ფონდი იყო შექმნილი, რა თქმა უნდა, მისი განაწილება შეიძლება და ტარება შეიძლება და ასე შემდეგ, მაგრამ გარდა იმ ნივთებისა, რომელსაც ჰქონდა ეზოთერიული, მაგიური ან რელიგიური დანიშნულება. ეს ნივთები რჩება სახლში, შესაბამისად მისი გამოყენება არც ერთი ადამიანისგან არ ხდება, თუ არ ხდება მისი სწორად გადატანა, როგორც უკვე საგვარეულო დაცვის ფორმირება სპეციალისტის მიერ. შემდეგ ესეთი ნივთი არის, რა თქმა უნდა, ბასრი ნივთები და მსხვერვადი ნივთები, რომელიც ასევე საფრთხის შემცველია ხოლმე, როცა მაგალითად ადამიანები შეყვარებულები ერთმანეთს ჩუქნიან შუშის მსხვერვად ნივთებს სიმბოლოდ სიყვარულისა. სიმბოლოდ სიყვარულისა ან რაღაცა კონკრეტული დღის დასაფიქსირებლად მსხვერვადი ნივთი არ გამოგვადგება, იმიტომ რომ ესეთი დღეები, ესეთი მაჩვენებლები ძლიერი ენერგიის მატარებელია ხოლმე, ეს ნივთები ჩვენი თილისმა შემანარჩუნებელი გამაძლიერებლები ხდებიან ჩვენი ურთიერთობის და როცა ისინი დაიმსხვრევიან, გატყდებიან ჩვენს ურთიერთობაზე, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს. ასევე არ შეიძლება ბასრი ნივთების ჩუქება, რომელიც ამ შემთხვევაში მჩხვლეტადი არის და შეიძლება მითი დაშავდეს ადამიანი, იმიტომ რომ აგრესიულ ენერგიებს, მარსიანულ ენერგიებს იწვევს. ამ შემთხვევაში ხდება გამოსყიდვა, თუ თქვენმა შეყვარებულმა პარტნიორმა, მეგობარმა გადაწყვიტა და გაჩუქათ თქვენ იარაღი, დანა, ან ასე შემდეგ რამე ესეთი ნივთი, თქვენც ესეთივე ტიპით შეგიძლიათ გამოისყიდოთ, მისცეთ ხურდად და თქვათ, რომ ეს კი არ მაჩუქე მე შენგან, ამ ნივთს კი არ ვიღებ, არამედ ვიყიდე. თქვენში იცით, რომ საჩუქარია, მაგრამ სიმბოლურად სამყაროში ეს ყველაფერი დაფიქსირდება როგორც ნაყიდი ნივთი.
კი ბატონო, კიდევ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო რა ვქნათ იმ დროს, როცა ჩვენ გვინდა რომ პარტნიორს მუდმივად ვახსოვდეთ, არ გვიღალატოს და ჩვენი ურთიერთობა მარტივად არ გაწყდეს. ამ დროს არსებობს ერთი საინტერესო მექანიზმები, თუ ჩვენ პარტნიორს ჩვენი ხელით გავუკეთებთ მარცხენა ხელზე ნებისმიერ ნივთს, რომელიც იკვრება, ეს იქნება სამაჯური, ბრასლეტი, შესაბამისად იქნება რამე ისეთი, რაც იკეტება ამ შემთხვევაში და კონკრეტული სიტყვებით ჩვენი ურთიერთობის გასაძლიერებლად თქვენგან ეს პარტნიორი თავისინებით არასდროს არ წავა. რა თქმა უნდა, თუ თქვენ არ მიატოვეთ ის. შესაბამისად, ეს შეგიძლიათ გამოიყენოთ. ესეთი ნივთები, რომელიც ურთიერთობას აძლიერებენ, არის ქამარი, შესაბამისად ჰალსტუხი, რომელიც მამაკაცებზე გვაქვს, მაგრამ ქალბატონებისაც შეიძლება გარკვეული ესეთი სამაგრები, რომელიც კეთდება, ასევე ქამრის ჩუქება და კალამი. ეს სამი საჩუქარი განსაკუთრებულად აძლიერებს ურთიერთობას და ერთმანეთის აღქმას, გაგებას ხელს უწყობს. განსაკუთრებულად კარგი საჩუქარი არის იმ შემთხვევაში, თუ გინდათ თქვენი პარტნიორული ურთიერთობა გააძლიეროთ ერთნაირი ნივთები, ანუ სიმბოლურად ერთნაირი ნივთები, რომელიც ორივე ადამიანს აქვს და ერთმანეთთან ძლიერ ენერგეტიკულ კავშირს ამყარებს. ამ ნივთებმა თქვენთან და გაათენონ, დააღამონ, ერთი დღე უნდა გაჩერდნენ, თქვენი ენერგიით გამოიკვებონ და ამის შემდეგ ხდება თქვენი უკვე არსებული პარტნიორისთვის, შეყვარებულისთვის მისი გადასცემა, ოღონ აუცილებლად უნდა გაუმხილოთ და უთხრათ ის, რომ ეს არის თქვენი ურთიერთობის დაცვა თილისმა და არა ჩუმი საჩუქარი, როგორც ეს თქვათ რაღაცა ჩუმი ჩანაფიქრებით, არა, უნდა იყოს გამხელილი, რომ ამ ყველაფერმა ძლიერად და ეფექტურად იმოქმედოს. ჩვენ შემდეგ სამშაბათს ვისაუბრებთ სარკეზე და მასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება მოვიქცეთ სწორად, თუ გაგვიტყდა ან დაგვიზიანა, ამიტომაც დაგვეულდეთ შემდეგ სამშაბათს საინტერესო თემებით.